საღამშვიდობისა კიდევ ერთხელ ღრმატპატივნელო მოაზროვნეებო, ძირფასო ტელემაყურებლებო, დადგა 5 წლეულის გადამწყვეტი მომენტი. დღეს შეუსრულდა ქართულ ინტელექტუალურ თამაშებს 20 წელი და შესრულდა 5 წელი, რაც აღდგა ჩვენი ელიტარული ინტელექტ კლუბი და ახალი ფორმატით გადის რუსთავი 2-ზე. დღეს ჩვენ უნდა დავასახელოთ, ავირჩიოთ ჩვენი კლუბის ქართული რა სად როდისის პირველი მაგისტრი. მას არ ერგება არანაირი ფულადი ჯილდო, არც რაიმე ფასიანი საჩუქარი, მისთვის განკუთვნილია მხოლოდ ტიტული და მაგისტრის ორდენი, რომლითაც იგი ამიერიდან გამოცხადდება ჩვენს კლუბში და თავის ადგილს დაიკავებს მსოფლიო რასადროდის მაგისტრების რიგში. შემდეგი მაგისტრის დასახელება მოხდება უკვე 2017 წლის ბოლოს, ანუ 5 წელიწადში ერთხელ ამიერიდან ჩვენ დავასახელებთ ხოლმე მაგისტრს, ასე რომ უახლოესი 5 წელიწადი სწორედ ეს მოაზროვნე იქნება ქართული რასადროდის ერთადერთი მაგისტრი. მოდით მე გავაცრუებ ყველა დამსწრის იმედს და არ დავიწყებ გამოკითხვას დარბაზში, იმიტომ რომ ცხადზე უცხადესია, ვინ მოაგროვებს ხმების უმრავლესობას ამ გამოკითხვაში. მე უბრალოდ მინდა ვკითხო ადამიანს, რომელსაც დააწესა ეს მაგისტრის ორდენი, ქალბატონ ნათია ფოფხაძეს, რომ თავისი აზრი გითხრას ამასთან დაკავშირებით. წამყვანო კომპანიის პროფილიდან გამომდინარე გიპასუხებ, მე ვფიქრობ, რომ ინტელექტუალურ კლუბს ყავს ბრენდი და მის სახელია გიორგი ბაქრაძე. უღრმესი მადლობა. მაშასე საქართველოს კლუბის რასადროდის პირველ მაგისტრად ქართული რასადროდის ისტორიაში სახელდება გიორგი ბაქრაძე. გიორგი ბაქრაძე ჩვენი კლუბის მაგისტრია. მე გულავსავ ბატონ გიორგის ამ წარმატებას და რა ვიცი, თუ რამე გინდა. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა კლუბს გაფასებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგრამ როდესაც სუპერბლიცზე დავრჩი, მე თავისუფლად თუ სუპერბლიცს გამოვიცნობ, რაღაცა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ესწრებოდა ჩემი ბოლო სუპერბლიცი. მაგრამ მე მგონი რომ დროა მე დავისვენ. ანუ ეს ძალიან დიდი წარმატება, ეს ძალიან დიდი მიღწევა არის და მე მგონი რაღაცა ჩვეულებასავე ხანგრძლივი იქნება, რამდენი იქნება, ნახოთ, თუ საჭირო იქნება, მალე დავრუნდები, თუ საჭირო არ იქნება. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ დავისვენო და მე მინდა რომ კლუბში ახალი სახეები გამოჩნდა. მე მინდა რომ ძველმა თაობამ ნელ-ნელა დაუწყოს ადგილი ახალ თაობას, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდებს ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე გვაქვს. ამიტომ უნდა მოუწოდო ვისაც უნდა შემომიერთდეს ამ დროებით ჩვეულებაში მაინც. გიორგი ბაქრაძე გადის უვადო ჩვეულებაში და მოუწოდებს ყველა ძველი თაობის მოაზროვნეს, რომ მათ მიბაძონ. 2013 წელს ახალი სახეები ელიტარულ კლუბში რასადროდის რუსთავი 2-ზე. ახალი მოაზროვნეები დაუბრუნდებით მატჩში. კარგად გზანდებოდეთ ბატონებო და ქალბატონებო. Виват, что где когда. Виват, что где когда. Виват игра. Виват, что где когда. Виват игра. Виват, виват ее король. И под флагом знатоков в том королевстве шумном стало меньше дураков, больше стало умных, и вечный спор,
и жар сердец, и стал седым король-мудрец. В моей душе царит всегда еще вопрос, что, где, когда, что, где, когда. Виват, что, где, когда, виват игра, виват ее король. Без пушек, без солдат он покорил сердце своей игрой. И всех нас покорил он в те года, что был самим собой. И не была игра, что где, когда, забавою пустой. Виват, что, где, когда, виват игра, виват, что, где, когда, виват игра. Виват, виват, что, где, когда. Виват, что, где, когда, виват игра. Виват, что, где, когда,